გამარჯობათ, გადაცემა ერთი დღე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა ტრადიციულად ერთ-ერთი უბნის ერთ-ერთი სადარბაზოდან. მოდით ერთად ნახოთ თუ ვინ იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, თუმცა ეს თქვენ უკვე ისიც ისევე როგორც მე. თამთა ჭელიძე დილამში და ვისა ეხა გაიღვიძე თუ? ხო, ეხლა გავიღვიძე ერთი ნახევარი საათის. როგორც უკვე მოხდით, ჩვენი დღევანდელი სტუმარია ვამპირიკი, ჩვენ ვართ თამთა სტუმრები. როგორ ახარ თამთა? კარგად. აი, ხარი ყოველდღიურად როგორ იღვიძებ ხოლმე? 11 საათია ჩემთვის იდეალური დრო, რომ გავიღვიძო. და უფრო ადრე ვერ ვიღვიძე, არ შემიძლია. აჰა, თუ აუცილებლად აუცილებლად საერთოდ ვერ ვიტან ადრე ადგომას რა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე. არც გვიან ადგომა არ მიყვარს, სიტყვაზე ზოგი ხო იღვიძებს 2-ზე, 3-ზე, 2-ზე დრო ავდგე მოვკვდები. 11 საათი არის იდეალური ჩემთვის, რომ ავდგე. ჯაბა. მე ჩემს სახლში არა ვარ, ეხლა ვარ ესე კვირაში ერთხელ რჩები ხოლმე ჯედა ჩემთან და მამა ჩემთან, ეს ასე ვთქვათ. ხო და ესე და ვინატრება ძალიან დედა და მამა? ძალიან ვინატრება. ეს ჩემი საყვარელი ლოგინი. მაინც ჩემი საყვარელი ლოგინი დარჩა. მიუხედავად ამისა, რომ აქ არ ცხოვრობ. მაინც შენი აქ ყველაზე თბილად გძინავს. ყველაზე კარგად მაინც აქ გძინავს, იმიტომ რომ ბავშვობა აქ მაქვს გადაღებული, ასე ვთქვათ. ეს არის ჩემი ბავშვობის რაღაცეები, ჩემი საყვარელი მსახიობი. მე მიგოსნა. ეს პლაკატიც ძალიან ძველია. და ესენი, არა, ესენი ეხლა ახლებია დანარჩენები. ახლები როგორ ესე 5 წლის, 4 წლის პლაკატები ეს ჩემები. და ესენი ძალიან ძველია. ეს არის 1987 წლის ვოგიდან. ეს კრისტი ტანლიქტონია, ძალიან პატარა ვერსაჩის რეკლამაში ძალიან მიყვარს ეს ფოტო. და შენი ჰობი იყო პოსტერების შეგროვება თუ რა? საერთოდ მიყვარს ეს მიზიდავ სამოდელო ბიზნესი, ასე ვთქვათ, მოდელები, მოდელიორები. სულ უყურებ fashion TV-ს, იმიტომ რომ თითქოს რაღაც ჩემში მე ფაშენურია. არა, აი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დიზაინერი. ანუ არასდროს არ გიცდია შენით რაღაცა? კი, რაღაცა შეგექნა. უბრალოდ ხატვა არ მეხერხება და აი ფანტაზიები კი მომდის, მაგრამ უნდა მყავდეს. ვერ გადმოანთხე ხოლმე. ვიღაცა უნდა მყავდეს, გორზე იმან დახატოს და მე რა ის შეიქმნა. ანუ საკუთარი ხელებით რა შეგექმნია? საკუთარი ხელებით არ შემიძლია არავის გაკეთება. არა. იდეები გაქვს? იდეები მაქვს. ვერც ვქარგავ, ვერც ვქსოვ, ვერც ვკერავ, ღილს ვერ დავაკერებ ვერაფერს. ოი, ეს თამთა ჭელიძე ქერად მაქვს. კი, უფრო ქერათმებშიც ყოფილვარ, აი ძალიან ღია, ძისფერი თმები მქონია. ეს ძველი სურათია, ეს მე და ჯაბა მაშინ შეყვარებულები ვიყავით იმ დროინდელი. ეს არის ირინა აბჟანდაძის ცნობილი ფოტოგრაფის ძალიან ნამუშევარი და ჩემის მეგობარია. ანუ შენი ასე ვთქვათ, ბჭყალებში კუმირი უიტნი ჰიუსტონი იყო? ჩემი იყო ეს 5 წლიდან, 4 წლიდან ჩემი კუმირი. სახელს ვერ ვიმახსოვრებდი მაშინ. რატო? უიტნი ჰიუსტონს ვერ ვამბობდი 4 წელს. რას ამბობდი? რაღაცას დეიდა ჩემი ისევევნებდი. დედა რა ქვია ესევევნებდი და დედა უიტნი ჰიუსტონი და ვერ ვამბობდი. ესეთი პატარა ვიყავ, იქიდან მიყვარს. იხებზე ნადირობა. ეს ჩემი პირველი სპექტაკლი. როგორ დღეს სპექტაკლი მოხდა? სპექტაკლი გაქვს? აი, ჩვენ აუცილებლად წამოვასწრებთ. და ყველაფერს ინახავს ეს რაც აი ღრმა ბავშვობიდანაც მოყოლა. ხარ თუ დედა ზოგს აი მაგას დეზერბე, მაგას მე თვითონ მეზარება და ნუ დედა. არა, მე არ ვინახავ. საერთოდ არ ვიცოდი თუ ეხა ეს არ მივიცემა გადაღება. მართლა არ ვინახავ. დედა ჩემი ვარ და ძალიან. საერთოდ არ ვინახავ არაფერს. დედა ჩემი რო არ იყოს, ალბათ არც ჟურნალები არ მექნებოდა ჩემი, არც. აი, ზუსტად არ რაღაც ეგეთი რაღაცები არ მიყვარს ჩემი რაღაცები შეგროვება. ნერვებს მიშლის. ესეც დედა ხوار გააკრა. არა, ეს მე დავიწყე თავიდანვე. ეს კიდე ბევრი აკლია ამას, მაგრამ მე რაც გავთხოვდი იმის მერე ეხა ხო არ მოვიდოდი და სპეციალურად გავაკრავ. იქ გააგრძელე, ხო? გააგრძელება იქით. გააგრძელება ეს არის. ეს ამაზე სასაცილო რაღაცა მაქვს, აი ეს ბიჭი.
რომელიც ადრე მომეწონა ძალიან და ამოვიღე ჟურნალიდან და მოდის ჯაბა პირველად სახში და რატოღაც ყველა ამსგავსეს რომ ჯაბას გავსო ეს ბიჭი ჯაბა თურმე შენო მე გიყვარდიო მანამდეცო რომ ეგრევე შეგიყვარდიო რომ დამინახეო და ამოჭერიო მე ეს ჟურნალათია და მე რო არ მიყვარდიო და არ მაინტერესებდიო იმას ის გააკარი და უყურებდი ხოლმე მეთქი არა ეს გუში მამაჩემა მაჩუქა იმიტომ რომ მე მყავდა დალმატინელის ძაღლი. ოი, ვიცი მე ძალიან რომელიც გავაჩუქეს და ეს მაჩუქა. გუში ტირილი და რატო გააჩუქე? ვეღარ უმკლავდებოდი, ისეთი ხეცი იყო და ისეთი ორივემ რო დავიწყეთ ისტერი. კარგი გავხსენით და ხარ კლასი ნერვოზი გვა. ერთი ქალი ვნახეთ, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა. ხო და ისა რა ქვია, რომელიც ესე დავდიქი ესე ოთახში. და 11 და არის მულტფილმი ხო ნანახი? აი რომ ზოგი ტახტზეძრება, ზოგი იქ შევარდა, ზოგი აქ, ზოგი ხო მოუსცენარი ლეკვები არის. მოუსცენარი რა ძაღლია თვითონ ძაღლი. ესე დავდიქი და აუ ისეთი საშინელებაა, ნუ სახში რაღაც კოშმარი ხდება. 11, 12 ძაღლი დედის ჩათვლით. ხო და მეთქი ესე დავდგებით თქო რომელიც ჩემთან მოვა თქო ვიფიქრე ხა იმას წამოვიყვან თქო ისეთი საყვარელი იყო სულ ყველა რომ ვერაფრით ვერ ამოარჩევი რა იმაში ხო და დავდექი ესე და ერთი რაღაცა მაგიდაზე აძრა და ესე ზივარე ხლა ამაზე და მოწე მოვიდა და ამლოკა ეგრევე მეთქი ეს ჩემია თქო და წამოვიყვანე ძალიან საყვარელი იყო იმას დავარქვი ჩიკო ერთი თვე ვატყუებდი სადღაც დავდიოდი დაბოდიალოდი ან ბასეინზე მივდივარ რაღაც სოლარი რაღაცებს ვატყუებ რა ნუ აბა რა ვქნა და რეაქცია მომიყევი ჯაბას ის რო შემოვიყვანე ესე ამოვდივარ ჩუბად ესე სადარბაზოში და თემა მეზობლებმა დავინახეს რომ ძაღლი მომყავს და ჩუმად ვეუბნები რომ არავინ აშევარდეს და არ უთხოვს და რა იმიტომ რომ იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და სანამ შენ შეხვალ მანამდე 500 კაც შეგასწრებ. გააღო ეს კარები და ეს ძაღლი დგა. აი ესე დააწვა პირდაპირ ესე. კარებთან ესე დააწვა და ესე იჯდა და ეს ძაღლი ესე ეჭირა. გავიდა 1-2 კვირა, 3 კვირა. და ხვდები რომ ძაღლს არ ესმის არაფერი. არი ყრუ. ძაღლი აღმოჩნდა. ესეთი რამე არავის არ გაუგია მერას და გამოცვა ისაღლი და მოვიყვანე სხვა ძაღლი რა სხვა ძაღლი ვიყიდეთ მე იმიტომ რომ უკვე ჯაბა გაგიჟდა უკვე მიეჩვია და ეხლა რომ წავიდესო და წავიდო და წავიყვანოთო ეს ძაღლი და მე არაფერი აღარ მყავდესო გავგიჟდებიო და სხვა ძაღლი უყიდეთ რა ეს არის თამთა როგორც ძველი ცხვირით თამთა ძველი ცხვირით ეს ვინ გაგიკეთა ეს გამიკეთა ჩემო ნაცლუმო მხატვარია ოღონდ ხალი სხვა ადგილას მოხდა. ეს არის ჩემი მეგობრები, ვინც მოდიან, პირველად მოდიან, თუ რაღაც მე უნდა დამიწერო რაღაცები. ეს იყო ჩემი ამხანაგი, რომელიც მე ციხეში იჯდა და ეს ციხიდან დამირეკა და მითხრა, რომ აკა აქ არის ყოფილა, აკა აქ იქნებაო და მე გარდაიცვალა. აქ ასე ვთქვათ, ცუდი ესეთი დამთხევა იყო, რომ ჩემ დაბადების დღეზე დარეკა და ველაპარაკებოდი და დაწერეო რა, აკა აქ არ ყოფილა, აკა აქ იქნებაო და მართლა ორ თვეში გარდაიცვალა. ეს გელაგნოლიძე და კოტე ნონიკოვი. არა, ეს კაჭა დაწერა სოსო თოლორაიამ სხვათა შორის და კოტე ნონიკოვმა თუ გელა აღარ მახსოვს. რა შუაშია. და გელა აქ ვიყავით. კაჭა პლუს კოტე. კოტე. მიყვარს ერთად გამოფენებზე სიარული. კი, ძალიან მიყვარს. სხვათა შორის აი ესეთ ტუსოვკებს, ფართებს და რაღაც ესეთ რაღაცებს მირჩევნია. აი სადაც გალერეებში, გამოფენებზე, პაკაზებზე სიარული მირჩევნია, ვიდრე რაღაც კონცერტები და რაღაცები მომბესდა უბრალოდ აღარ მიზიდავს ასე. თუ რაღაც საინტერესო კონცერტი. მოგბესდა ამდენი წელია, საკითხად ერთი და იქებს. აი საქმე არ გიგდა უბრალოდ სახში ხარ ასაკეთი. სულ ტელევიზორს. სულ ტელევიზორს. ანუ ტელევიზორს ყურება გიყვარს. აუ მაგ.
მაესტროს უყურებ ხოლმე, ხო ალბათ. კი უყურებ. ხშირად. კი, ხშირად. და ყველაზე ძალიან წამყვანი თიკო რა ის არ მოგწონს. კი. მე გავაკეთებ დედა. ოკეი. არა, მე იცი, რომ რაღაცას დავამტვრე. კიდე რა კერძების მომზადება იცი? სახში ტრიალებ თუ არა? არა. არა? არ იცი საერთოდ კერძების მომზადება თუ ისე? არ ვიცი, მარტო ისინი ვიცი, რა ქვია. კარტოფილის შეწვა და რაღაც ესეთი რაღაცა. კარტოფილის შეწვა კვერცხში, მე მაგალითად სახში გოში ბორში გავაკეთე. ბორში? ბორს ვერ გავაკეთებ, პროსტა საკუთარ თავის საკუთარ ფიარზე რო ზრუნავ გასწრებში. ძალიან კარგია, მე ძალიან მიყვარს ქალები რო აკეთებ თხილად. ქალები რო აკეთებენ და კაცების გაკეთებენ. კაცების გაკეთებულზე ვაფშე გიჟდე. აი ჯაბა თუ გიმზადებს ხოლმე. არა? მაგაში არ გამიმართლა. და შენ თვითონ რა კერძი მიგიყვარს ყველაზე ძალიან? მე მიყვარს, რაც არის საერთოდ მწარე, ჯავე, ცხარე, ყველაფერი აბსოლუტურად. და არ ვიცი. ბავშვობიდან ის გამო. და ძეხვეული მიყვარს ძალიან. და მიყვარს ლობიანი. ლობიანი. აუ როგორ მიყვარს მეც ლობიანი. აი ყველაზე ძალიან მიყვარს ლობიანი. და თამთამ ბავშვობაში ცესტი კაი მჭამელი იყო როგორც მთელი ცხოვრება მოცნებობდი ღმერთო არ დასაჯო და შვილი არ ყავდეს ისეთი როგორც მე ეს მაწვალებდა თქო რომ არ გადაუხადოს ღმერთმა სანაპირო ისე მაწვალებდა ჭამს შენ არ სვა? მე ყავას არ სვა. არასდროს არ სვა? არ მიყვარს ესეთი ყავა. საერთოდ ყავას ვერ იდები რა. რაღაც არ მიზიდავს. არც გემო არ მიყვარს. რა მაინტერესებს? როგორ შეჭრა, როგორც მე გიყურებ, დედის გარეშე ძალიან გაგეჭირდებოდა შენ მარტო ცხოვრება. იმიტომ რომ რაც მოვიდი დედა ჩაი დედა ის მომიტანე დედა ის დედა ზის და დედა ოღონდ ოღონდ ის არ არის რომ მე ან ის კი არ არის ისე თქვა მინდა რომ აბსოლუტურად ყველაფერში დამოკიდებული უბრალოდ ისე მენატრება რომ მე ვსახურებ რომ მე ვზივარ და ვიღაცას მოვაგ იმიტომ რომ ვიღაცასთან დედას ხო რა თქმა უნდა სიტყვაზე რომ წალი აი კარგია იმიტომ რომ ეს სად მე და ჯაბას მე არავინ არ მომიტანს მე ჩემი თავის უნდა ჯაბაც თუ ესეა დედასთან კი ეხლა აღარ მაგრამ მეც რომ აი ერთად რომ ზევართ ხოლმე და რომ ჭამთ და მომიტანე მაინც დედამის ეტყოს ეს მე იცი რა ვიცი? პილმენს კარდა ხინკალსა პილმენს რო ხარშავდა რო ყრი ჩუმად უნდა იყო რო ყრის ხმა არ უნდა მოიღო ჩუმად და ჩავარე ჯაბას ბები აკეთებს ძალიან კარგად ხინკალს იმიტომ რომ არის წარმოშობით ფასანაური და ასე ვთქვათ ზუსტად მახსოვს რომ მითხრა რომ აკეთებ და როცა შენ აკეთებ მაშინ ჩუმად უნდა იყო რო ყრი და როცა შენ არ აკეთებ და ანუ ეს ნახევრად ფაბრიკატია, მაშინ ამუღების დროს უნდა იყო ხოლმე ჩუმად. გავჩუ. ესე იგი გასაგებია. რაც თქვი. გაიჩუმდეთ, ეხლა გამოვთოთ კამერა ცოტახანი და მე არა ყველაზე ჩუმად უნდა იყოს ჩუმად, როცა ჭამე საერთოდ ჩუმად. ამიტომ უახლოესი ნახევარი საათი მოგიწევთ სიჩუმეში ყურება. ერთხელ ზივარ ესე აქ და ის არა ქვია. ტელევიზორს უყურებ საყურს და მას გავიღე და თაგვი გამოს. აი ამ ხელა წრუწრუნე. გეშინია თაგების? არა, მიყვარს გიჟდები თაგვი. ხათ მიხვედი და მაინე. ეს დედა შეხედა მამა. სანამ გავხდება რომ დაინა. მე მიკვინა ერთხელ თაგვი. მართლა ცხვირზე. ცხვირზე არა. სად? თითზე. როგორ? აი აქ. როგორ გიკვირა საძბო? პატარა რო ვიყავი, სოფელში თამაშებოდი და ეთამაშებოდა მართლა? და ის რა ქვია, საერთოდ ცხოველები ძალიან მიყვარს. სულ საქათმეში ვიჯექი და რაღაცა ესეთა სულ საქათმეში, მთელი ბავშვობა საქათმეში მაგატარებული ესე იგი. რომ მე თამთა სად არის რო იყო? საქათმეში, ბოსელში. საქათმეშია კაცო ან ბოსელში ან სადმე. ერთხელ დაიჭირა ხაფანგმა რა ეს
პატარა თაგვი ისეთი წოწოხი. მე ვეღარ ვიცი. არც ჭამდა. და თაგვი დაიჭირა იმან რა ქვია. დაიჭირა აი ამ ხება წრუწუნა. ვაიმე რა საყვარელია თქო და ესე ფეხებში ქონდა დარტყმული ესე რა ეს ხაფანგი და დატყვეული ქონდა უკანა ფეხები და ესე ბივეფერი და უცებ რომ გააყო ეს პირიდან რომ მიკმინა ამ ცერათ იცე და ჩამომეკიდა ვერ ვიძრობ ხე. ეს ხაფანგი ცალკე შენი თით და ხაფანგი ავწიე და გამოვიყვანე და მაგ დროს მიკმინა. მე რა ვიცოდი თუ მიკმენდა და გამწარებული იყო მიკმენდა აბა რას იზრავდა და ესე იგი რო დავიწყე წივიკივილი და რო ვერ მაძრობენ ამას და შაო რათიც მოაჭამსო რა ყველა მიფიქრა და ბოლოს ესე აი აქ მოკიდეს ხელი აი აქ ამდენი ხანი იყო ამდე 5 წუთი ჩამოკიდებული მქონდათ იცი კინაღა მომაჭამა დედას ვიცავ რებს ყობა და არ მისმენ ჭამოდა ხა მე ჭამო მითხა ეხლა მიდი შეჭამო მადლობა No matter what it is, when you do something that you love, you do it well. ეს უყურებს სერიალს და რატო უყურებს ახლა ვიგეთყვით ერთი ბიჭი მოწონს და რომ მოხდება ტელევიზორს არ თქვა როგორც მოწონს შენი საყვარელი მსახიობი მითხარი გარეგნობით მონიკა ბელუჩიზე ჭუამეგები კაცი ბევრი ძალიან ალპაჩინო და რობერტ დე ნირო რა თქმა უნდა და ეს იდეალი ყოლია როდესაც მე ქალის რომ მიგებაძა ჰიუსტონი მარტო ჰიუსტონი მარტო სიმღერით ბაძავდი გარეგნობით რომ ვინმესთვის მიმიბაძა არასოდეს არ ყოფილა ესეთი შემთხვევა კაცად გოგონა შენ რა სტილს უსმენ ეხლა უსმენ ყველანაირისთვის აბსოლუტურად ეხლა რაღაც როკი მომეწონა ძალიან და როკი აქამდე ერთი ბავშვობიდან უსმენ soul-ს, jazz. ჯაზზე და soul-ზე გავიზარდე. რომელი ინსტრუმენტზე დაკვრა თუ გეხერხება? არა. მე ეხლა უნდა ვისწავლო. ეხლა იწყებ ყველაფერს ესე იგი. სწავლას იბერემდეო. არა, მართლა ეხლა უნდა დავიწყო სწავლა, იმიტომ რომ მე მგონი არ შეიძლება მომღერალმა რომ არ იცოდეს. ნოტები, პიანინოზე დაკვრა მე მიშლის ხელს, მართლა მიშლის ხელს, რომ არ ვიცი. იმიტომ რომ არასოდეს არ მეგონა თუ მე მომღერალი ვიქნებოდი და ასე რომ რატო? არ მეგონა რომ მომღერალი ვიქნები. დიდი ვიყავი. მინდოდა პრინციპი. არა, არასოდეს. და მაშინ ამ დაგაწყებინა. არ ვიცი რა, აი უცებ გადავწყვიტე რომ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, ვაიმე. რა მოხდა? კართ. ხო და ისა რა ქვია. აი უცებ, აი ეს რაღაც თამაშის ვარიანტი. რაც თამაში მინდოდა რა, აი რაღაც კონკურსები და რაღაცები უცებ იმას ხნა რა ქვია. აი იმის მომენტი მქონდა, აი გავიმარჯვებდი თუ არა და არა იმიტომ რომ რაღაც სიმღერების დაწყება და რაღაც. და აღმოჩნდა რომ გავიმარჯვეს კიდევაც და იმის მერე გადავწყვიტე რომ მომღერალი ყოფილიყავი. სწავლება გადაცემა ერთი დღე თამთასთან ვარ სახში სტუმრად და გავდივართ სახლიდან, ხო? სად მივდივართ ცოტა ხანში გავ. ხო, მივდივარ. წავედი, რამე მოვიწყდება? Хорошо. Давайте. Давай. ეხლა მივდივართ საით. ეხლა მივდივართ ახალგაზრდა მუსიკოსთან ძალიან ნიჭიერთან, ჩემ მეგობართან, რომელმაც გამიკეთა ახალი სიმღერის არანჟირება, ასე ვთქვათ. და უნდა მოусმინო პირველად და უნდა წამოვიღო დღეს საიქიდან. ზუსტად. გასაგებია, მაშინ ერთად მოვისმენთ. ერთად მოვისმენთ. ერთად ვიტყვით თუ როგორია ეს ფონოგრამა. I have often told you stories about the way ეს იდეა ვისაკუთნდა რომ ალანის მოლის ეს სიმღერა. მე მომეწონა ეს სიმღერა, ერთი 2 წლის წინ მოусმინე ამ სიმღერას და ძლივს განვახორციელე რომ ჩავწერე.
და ჩაწერა როდის დაგწყობა? ჩაწერა დაიწყება ალბათ ერთ კვირაში, ალბათ დაიწყება ჩაწერა. და საით ჩაწერა? ალბათ კოტენონიკოვთან. ინტრო გაუკეთე. მოსმენთ. არა. არა. ესე ხო? როგორც გინდა რა იყო. შენი ტონალობა. რა ტონალობაში ცდილობ ჭაბაბიძია, სად იყავი? სახში ვიყავი. გვიანავდი კი. მიტოვებული ცოლისგან ჭამე მარტო. ცოლმა თქვა რომ აი ძალიან მაგარ ყოველდღიურ ტრიალებს სამზარეულოშია, ძალიან მაგარ საჭმელებს უკეთებო და აი რას გიკეთებს ისე განსაკუთრებითო, კაი ჩაქაფულს ვაკეთებო, კაი საცივისიო. მომატყო. რა. კარგ სადილითო საუზმეო ლოგიში მიმაქო. როდგებაო. შეჩევს გაყავს თქვარი. ერთს რომ მაგრა ხარშავს სასისხლს და ჩაისადგურებს ფილმებს ხარშავს საუკეთესო. გავსხდით ფილმები. ისე ხარშავს ფილმებს არ რა ის კლიპი როა, კიდე არაპირებს თამთას კლიპში მიიღო მონაწილეობა. არა. გადამიხადონ და მაგ შემთხვევაში. და ის იდეა ვისი იყო რომ ერთად შენ გეთამაშა რომ თამთასთან კლიპში. არა, იდეა იყო ჯაბასი, იმიტომ რომ ის რა ქვია. ისი იყო. არა, კახა ოთარაშვილმა თქვა რომ თავიდან უნდა ყოფილიყო სხვა ბიჭი ამ ჩემ კლიპში. და ჯამო თქვა რომ მე ვარო ბარემო და სხვა ბიჭმა რატო უნდა ითამაშოსო, მე ვითამაშებო პირდაპირო. და კიო კახა, მე კი ვიფიქრეო შენზეო, მაგრამ არ შემომითავაზებიაო რა, არ მithქვამსო რა. აი, მეგონაო რომ უარს იტყოდიო ამ კლიპზეო და არაო კაცო, რატო ვიტყვი უარსო პირიქითო. აი, ისე გადაწყდა, თორე ისე სხვა ბიჭი უნდა ყოფილიყო და უფრო შენ როგორ გაუძლებდი ამას სხვა ბიჭი რო ყოფილიყო, ანუ რა. მე როგორ ვსვათალებთან. გაიჩინე რა არის. თავია შენ. მე გალინა. გალინა, გამარჯვებათ ხალხო გალინა. გამარჯვებათ გავატონტიკო. მაინტერესებს აი დავშეთ ხა ნერვიულო? კი. ამდენ წუთში უნდა გახვიდეს სცენაზე? 10 წუთში. 10 წუთში. და ყოველთვის ესე ნერვიულო? კი, ყოველთვის. შენ სპექტაკლი ბევრჯერ გაქვს? კი, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. კი, ყოველთვის. ცოტა თან გაციებული ხომ ვარ და ხომ მახველებს, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი და მაგაზე ნერვიულობ, რომ არ დამახველოს და ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდე. მეიკაპი ასე ვთქვათ, გრიმი შენ გაიგეთე? ეს მე გავიგეთე კი. აქ არ არის გრიმი ორი საერთოდ ამ თეატრში. შარშან დავამთავრე ინსტიტუტი და აქედან გამომდინარე ჯერ არ ვარ ისეთი არტისტი და რა ესეთ რამეს ვერ დავარქმევ ჩემ თავს. ჯერ მაინც დამწყები მსახიობი ვარ, ჩემი აზრით. ხო და ეხლა ვიწყებ ნელ-ნელა. ეს იმას არ ნიშნავს 50-100 სპექტაკლი. ახალგაზრდა მოკლედ. ხო და არა, სპექტაკლის მერე ხვდებიან ხოლმე და მეუბნებიან რომ ვაიმე, არ ვიცოდით რომ თქვენ მსახიობი ხართ და რაღაც კომპლიმენტებს მეუბნებიან თორე. იქიდან არ ყოფილა ესეთ შემთხვევა. ინსტიტუტში რომ თამაშობდით, იქ სიმღერებს მღეროდნენ პირდაპირ. მიშლიდან ხელს ძალიან. აი ესე და მე და ჯაბა რო გქონდა სცენები, იქნებ დავიწყო თავიდან მღეროდნენ. იმიტომ რომ ივანოვში ხო შეყვარებულებს თამაშობთ და იქ რო სცენაა, წამოწოლილები ვართ თივაში თითქოს ეს ივანოვი და საშა. და მაგ დროს მღეროდნენ და გიორგი, ჩვენმა რეჟისორმა გაგვაფრთხილა, რომ ეგ იასნია. იღერებენ და ეგ შენი ბრალია, ჩემი ბრალი არ.
აქ სწორედ რამე ჩვევა აი თამთან თილისმა თუ დაგაქვს ან დავუშვათ რაღაც ჩვევა ან პირჯვარს თუ იწერს სცენაზე გასვლის სცენარი რაღაც როგორც ყველა მსახიობს მე მაქვს ეს არ ჩამეთვლება ალბათ რაღაც იმაში რაღაც ცუდი ის არ არის ალბათ ყოველთვის ჩემი ლოცვა მაქვს ესეთი იმას ვკითხულობ და პირჯვარს ვიწერ აუცილებლად ისე ერთ ნაბიჯს ვერ გადავადგა არ არსებობს სპექტაკლის წინ უნდა გალაპარაკო რას თავაზობ შენს თაყვანისმცემ მსახლო მომავალში სიურპრიზებს ბევრი რაღაცებს და სახელმწიფო პროექტებში თუ მიგიღია უკვე მონაწილეობა რაღაც მაესტროს სახელმწიფო პროექტში რომელიც სიურპრიზია ხო მაყურებლის სიურპრიზია კიდევ ორ ახალ სიმღერას კლიპსაც თუ გადავიღებ ძალიან კაი იქნება და ახალ სპექტაკლს კიდე. ახალ სპექტაკლს ეს როდის იქნება დაახლოებით? ეს ალბათ მალე დაიწყება. მოდი მაშინ ესეთი პირველი შენი იქნები ესეთ შეკითხვას დაგისვამ და ამით შენს მერე ალბათ ყველას დავუსვამ ვინც 31 დეკემბრამდე 2005 წლამდე მოხდება გადაცემაში ერთი დღე როგორ უნდა შეხვდე ახალ წელს უკვე დაგეგმილი გაქვს თუ არა? არა, საგეგმილი. ჯერჯერობით და ყველაზე ორიგინალური ახალი ყველაზე ორიგინალურად როდის შეხვედრილ ხარ ახალ წელს? ორიგინალურად ჯავა შრამია თამთამ დაუსვა დანასახლიდან გამოდიოდი თამთამ დაუსვა დანა ჩაკაფულს მარილი აკლდა ამას თუ ორიგინალურობა ქვია მე მგონი ყველა მომღერალი ახალ წელს კონცერტზე ვხვდები ხოლმე ხშირ შემთხვევაში დანარჩენი ორიგინალურად სხვანაირად არის თამუნე წავედით დავიფაროთ თეთრის თავს საბირავი ჩავაგდეთ წავედით მეტრო იმსადა მეორე სპექტაკლილა სადაც ერთად თამაშობთ ხო? და როგორ მოგწონთ? ბოდიში უკაცრავად გალინა? ნუ რაღაც დაცი. ნუ აღაჩი კაია ხო? მოდი თამაშობთ. ისე ცოლი ყავს ჭლექიანი და უნდა მოვტეს ისე და ის მომყოლ ცოლად. მე არ მოყოლ ცოლად და მივიდო ვიკლავ თავს. აი ესე. წერე ხარ? დღეში. მე გავიგე რომ შეიძლება მალე მოსკოვში წახვიდეთ რაღაც ეს ინფორმაციას თქო. შეიძლება მე ესე გესაუბრე მეთქო შეიძლება მე მოსკოვში წახვიდე შეიძლება ვიქნება გასწრული და იქ ნახავ ჩვენ გარშემო ჩამოვიტან ინფორმაციებს და მოგიყვებით ხო თუ ჩამოვიდეთ დათო ხუჭაძეს ნახა დათოს არ ვიცი მაგრამ ქეთას ყველაფერი კაწალელს აუ კაწალელის ავტოგრაფი და დღეს კაწალელის ავტოგრაფი ჩამომიტანე სად ნახო კაცა შენ ვისი გინდა კაწალელის ეხლა ჩვენ შევუდგა ამის კლასს გავასვენებ ამ სპექტაკლში ჩემი ცოლი არ არის არა ამის კლასს გავასვენებ და მოვალთ ორ წუთში წავედით მოვალთ ასე დამთავრდა გადაცემა ერთი დღე თამთაჭერიძესთან ერთად მე ჩუმად დაგემშვიდობებით დაგვეულდეთ მომავალ ორშაბათამდე Adi.